გადავიდეთ ისევ კურსების, კოდის 1 საათის კურსების განყოფილებაში და მოდით ამ შემთხვევაში ავირჩიოთ ძალიან სახალისო თამაში და ლოგიკური ალგორითმული გამოწვევების გადაჭრის თვის შექმნილი ანიმაცია, ეს არის Viewer Achiever-ი. ამ შემთხვევაშიც დავაწყებთ Start Playing-ს და ვნახოთ როგორი საინტერესო გამოწვევები გველოდება. მეგობრებო, ამ სავარჯიშო შესრულების ოპტიმალური ასაკი არის მეორე მესამე კლასი, თუმცა როგორც გითხრათ, შეგიძლიათ უფროსებმაც გააკეთოთ და პატარებმაც ივარჯიშოთ. ნახეთ, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ძალიან საყვარელ თავს იმისთვის, რომ შეავსოს აი ეს ცარიელი ადგილი. ამისთვის უნდა აიღოს მორი და ანუ უბრალოდ ეს ბრძანება უნდა მივიცეთ, რომ მე აიღოს მორი და ჩააგდოს, ხო, როდესაც მწვანე ღილაკს დავაწყაბებთ. მართლაც დავაჭიროთ მწვანე ღილაკს და როგორც ხედავთ, თაღვმა აიღო მორი და ჩააგდო ცარიელ ადგილას, ხო? ანუ ეს პირველი ნაწილი წარმატებით გადავლახეთ, გილოცავთ, ჩემო კარგებო. დავიმსახურეთ სამი ვარსკვლავი, რადგან ნამდვილად ოპტიმალური ალგორითმი შევადგენთ და პროგრამული კოდი სწორად გავწერეთ და მოდით გადავიდეთ ახლა შემდეგზე. ნახეთ, დავაკვირდეთ მეორე გამოწვევაში, უკვე ჩვენ გვჭირდება ორჯერ ცარიელი ადგილის შევსება, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ორი დროპ დაგვჭირდება, ანუ ორ ბრძანებას მივცემთ, რომ ორჯერ ჩააგდოს მორი ცარიელ ადგილას და მართლაც, როდესაც დავაწყაბებთ გაშვების ღილაკს, ჩვენი Viewer-ი ასრულებს ზუსტად იმ დავალებას, რაც მივეცით და რაც გავუწარეთ პროგრამული კოდის დახმარებით. კი ბატონო, გილოცავთ, მეორე გამოწვევა წარმატებით გადავახეთ სამი ვარსკვლავით. ნახეთ, ამ შემთხვევაში ოდნავ უფრო გართულდა. ეხლა ნახეთ, დავაკვირდეთ რა უნდა გავაკეთოთ. ჯერ უნდა გადავადგილდეთ მარცხნივ ორი ნაბიჯით და შემდეგ უნდა შეავსოთ, ხო, ეს სიცარიელე. ამიტომ დაგვამატა ახალი ბრძანება, ეს არის მარცხნივ გადაადგილება. ავირჩიოთ ორჯერ მარცხნივ წასვლა და ავირჩიოთ drop, აი ამ ცარიელი ადგილის შევსება. დავაწყაბოთ ჩვენს Viewer-ს და როგორც ხედავთ, როგორი პროგრამული კოდიც გავუწერეთ, ზუსტად ისევ იქცევა და ისე ასრულებს ჩვენს მიერ მიცემულ ინსტრუქციებს და დავალებებს. ძალიან კარგი, ესეც სამორსკვლავზე შევასრულეთ, გილოცავთ, ჩემო ჭკვიანებო, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად მუშაობთ, ან შესაძლოა ახლა ამ ეტაპზე უბრალოდ მიყურებთ და შემდეგ, როდესაც ვებინარი დასრულდება, შემდეგ ცდით. ამასობაში, თუ სერტიფიკატი უკვე გადმოტვირთეთ და აგვიტვირთავთ კომენტარებში, ძალიან გაგვახარებთ. კარგით, მოდით უკვე დავაკვირდეთ მეოთხე გამოწვევას, სადაც რომელიც ჩვენს Viewers-ს გადასაჭრელი, ანუ ჩვენს პატარა და საყვარელ თავს. ამისთვის უკვე უნდა გადავადგილდეთ მარცხნივ ერთი ნაბიჯით, ჩავაგდოთ, ანუ ამოვავსოთ მორი და შემდეგ მარჯვნივ უნდა გადავადგილდეთ ორი ნაბიჯით, რომ შემდეგ მეორე სიცარიელე ამოვავსოთ. ანუ ჯერ მარცხნივ გადაადგილება გვჭირდება, მორის ჩაგდება, შემდეგ მარჯვნივ ორჯერ გადაადგილება, რომ მეორე სიცარიელესთან მივიდეთ და ისევ მორის ჩაგდება. ნახეთ, როგორც ვხედავთ, ჯერ მოვიფიქრეთ რა უნდა გაგვეკეთებინა. აი ეს ინსტრუქცია, რაც მოვიფიქრეთ, ეს არის ზუსტად ალგორითმი, რომელიც შემდეგ პროგრამული კოდის დახმარებით მივეცით და გავაგებინეთ ჩვენს Viewers-ს, ხო? აი, როგორც ხედავთ, პირველი სიცარიელე უკვე შევისვა და შემდეგ გადავიდა მეორე შევსებაზე. ძალიან კარგი. როგორც ხედავთ, ეს გამოწვევაც გადავლახეთ, გილოცავთ, ჩემო კარგებო. ისევ სამი ვარსკვლავი დავიმსახურეთ და გადავიდეთ შემდეგ გამოწვევაზე, უკვე მეხუთე ჩელენჯზე ვართ, მეგობრებო. ამ შემთხვევაში უკვე გვჭირდება, რომ ორჯერ ჩააგდოს მორი და შემდეგ მარჯვნივ გადაადგილდეს და ერთხელ კიდევ დაამატოს მორი, ამიტომ drop ავიღოთ ორჯერ, drop-ის ბრძანება, შემდეგ მარჯვნივ გადაადგილება გვჭირდება ორჯერ და შემდეგ ერთხელ drop-ის ბრძანება, ხო, რომ ჩააგდოს მორი. აბა ვნახოთ თუ შეასრულებს ჩვენს დავალებას და რამდენი სწორად შევადგინეთ ალგორითმი. როგორც ხედავთ, აქაც სწორად მოვიქეცით და შემდეგი გამოწვევას გადავლახეთ. ეს არის უკვე რიგით მეხუთე გამოწვევა და როგორც ხედავთ, თითოეული გამოწვევა კიდევ უფრო საინტერესო ხდება და ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ნახეთ, ბავშვებო, ეს მეექვსე არის უკვე ძალიან საინტერესო ტური. დააკვირდით რა გვაქვს სიახლე. მეექვსე გამოწვევაში ჩვენ უკვე დაგვემატა ახალი ბრძანება, ეს არის repeat, გამეორება. ჩვენ გამეორების ბრძანებას წინა კურსზე შევხვდით, როდესაც პირველ კლასელთათვის თამაშობდით, ასე ვთქვათ, დავჭრიდით სახალისო გამოწვევებს, იმ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ლუპი, ანუ სტაფილოსფერი გამეორების ღილაკი. ამ შემთხვევაში ჩვენი გამეორება არის ლურჯი და აქ შეგვიძლია მივუთითოთ კონკრეტულად რამდენჯერ უნდა გაიმეოროს ესა თუ ის მოქმედება. ამ შემთხვევაში ჩვენს თავს სჭირდება, რომ შეავსოს სამჯერ სიცარიელე, ანუ მას სჭირდება სამჯერ დროპის ბრძანების მიცემა, თუმცა უკვე სამჯერ აღარ დავალაგებთ ერთი და იგივე ბრძანებას, ავიღოთ გამეორების ბლოკს, სადაც მოვნიშნავთ, რომ სამჯერ გაიმეორა
გამიმეოროს აი ეს კონკრეტული მოქმედება. ეს კონკრეტული ბრძანება კი არის მორის ჩასმა ცარიელ ადგილას. ანუ ვუთხარით, რომ როდესაც მწვანე ღილაკს დავატკაპებთ, სამჯერ ჩასვი და შეავსე სიცარიელე. გილოცავთ? ეს გამოწვევაც, როგორც მოსალოდნელი იყოს, სწორად გადავჭერით. ძალიან მიხარია. გადავიდეთ შემდეგ გამოწვევაზე, უკვე მეშვიდე, რიგით მეშვიდე გამოწვევის გადაჭრის ჯერია. ნახეთ, ამ შემთხვევაში უკვე გვჭირდება მარცხნივ გადაადგილება 1, 2, 3, 4-ჯერ. როგორც მივხვდით, უკვე უნდა გამოვიყენოთ გამეორების ღილაკი და 4-ჯერ ერთდაგი ობრძანების დაწყობა აღარ მოგვიწევს. 4-ჯერ გამეორებაში ჩავსვათ მარცხნივ გადაადგილება და შემდეგ ერთხელ დროპი, ხო? ანუ ერთხელ სიცარიელის შევსება. მარცხნივ გადაადგილდა ჩვენი ბივერი და შეავსო სიცარიელე, ანუ ჩააგდა მორი. უკაცრავად. აი, როგორც ხედავთ, ეს გამოწვევაც სახალისოდ გადავჭერით. გადავიდეთ ისევ შემდეგ გამოწვევაზე, ეს არის უკვე მერვე ჩელენჯი. ამ შემთხვევაში ოდნავ განსხვავებული გამოწვევა გვაქვს. ჩვენმა ბივერმა უნდა აიღოს აი ეს ფიცრის ნაჭერი და უნდა გადახრნას ისე, რომ აი ეს ზომა მიიღოს, ხო? მოდით შევნახოთ და დავტესტოთ, როგორ შეასრულებს ჩვენს ბრძანებებს. ანუ პირველ რიგში უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, ფიცარი, ლოგიკურად ესია და შემდეგ უნდა ჩოფ, ანუ გადახრნას, ხო? მოდი ერთხელ ავიღოთ ჩოფი და ვნახოთ თუ არის საკმარისი. ნახეთ, როგორც ხედავთ, გრძელია და ანუ კიდევ ერთხელ სჭირდებოდა მას შემოკლება ფიცრის, ხომ? ამიტომ კიდევ ერთი ჩოფ დავამატოთ და ამ შემთხვევაში უკვე დარწმუნებული ვარ, სწორად გავართმევთ თავს გამოწვევას. გილოცავთ, კიდევ ერთი გამოწვევა წარმატებით გადავლახეთ და ჩვენმა ბივერმა მოახერხა შესაბამისი ზომის აი ამ ფიცრის დამზადება. გადავიდეთ შემდეგზე. ამ შემთხვევაში ნახეთ უკვე რიფიტი გვაქვს განსხვავებულად, ანუ მან უნდა გაიმეოროს მანამ სანამ ელზომა არ გახდება, ხო, ეს ჩვენი ფიცარი. თუმცა სანამ რაღაც მოქმედებას გაიმეორებს, ჯერ რა თქმა უნდა ავიღოთ ფიცარი და შემდეგ უნდა უთხრათ, რომ ანუ ეს ფიცრის შემოკლება მან გაიმეოროს იქამდე, სანამ ფიცარი არ გახდება, აი კონკრეტულად ეს ზომა, ხო? დავაწყაპოთ, მოდით გაშვებას და ვნახოთ, რომ მართლაც უკვე ჩვენ აღარ დავითვალეთ, რამდენჯერ გვჭირდებოდა ფიცრის შემოკლება. ჩვენმა ბივერმა ეს თვითონ თავად განსაზღვრა, რადგან ესეთი ბრძანება ეწერა, ციკლი და ეს გამოწვევაც უკვე წარმატებით გადავლახეთ, ისევ 3 ვარსკვლავი ავიღეთ და როგორც ვთქვით, მე-10 გამოწვევაზე გადავედით. მეგობრებო, ნახეთ, ძალიან საინტერესო დავალებაა. აქ დავაკვირდეთ, რა გვაქვს სიახლე. როგორც ხედავთ, ჩვენმა ბივერმა უნდა მოამზადოს მილკშეიქები. პირველი სტუმარი იქნება მაიმუნი, რომელსაც გვეუბნებიან, რომ უყვართ და გვანიშნებენ, რომ უყვარს ბანანი, ხო? რადგან ბანანი უყვარს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ავიღოთ ბანანი, შემდეგ უნდა დავაკვირდეთ. ანუ ბანანის მილკშეიქი უნდა გავაკეთოთ, დავაწყაპოთ და მართლაც ჩვენი ბივერი ჩვენს მიერ მიცემულ დავალებას შეასრულებს და როგორც ხედავთ, სწორად გადავჭერით პრობლემა და ჩვენი მანქი ძალიან ბედნიერია. ესეც ასე უკვე 3 ვარსკვლავი გვაქვს. მე-10 გამოწვევაც დავასრულეთ და გადავიდეთ შემდეგ გამოწვევაზე. ამ შემთხვევაში ნახეთ, რა ცვლილება გვაქვს. უკვე ახალი სტუმარი გვყავს, ეს არის კურდღელი, რომელსაც უკვე ამ შემთხვევაში ბანანის ნაცვლად უყვარს ძალიან სტაფილო, ხო? ამიტომ ჩვენ შესაბამისად უნდა ავირჩიოთ ეს და ნახეთ, სტაფილოს გარდა ასევე მარწყვი თაფლი და ასე შემდეგ არის, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება დავტოვოთ სტაფილო, ხო? ანუ კურდღლის შემთხვევაში უნდა აიღოს ბივერმა სტაფილო და შემდეგ უნდა დააბლენდეროს, ხო? ჩვენმა თაფლმა. აბა ვნახოთ თუ შეასრულებს ჩვენს მიცემულ ბრძანებას, როგორც ხედავთ, მან სწორად შეასრულა ბრძანება და მოუმზადა ძალიან საყვარელ ბაჭიას წვენი სტაფილოსი. ძალიან კარგი, გილოცავთ, ჩემო საყვარლებო, ესეც უკვე სწორად შევასრულეთ და მე-11 გამოწვევას გადავლახეთ და როგორც ხედავთ, 3 ვარსკვლავი მოვიპოვეთ. ძალიან მიხარია. გადავიდეთ შემდეგზე და როგორც ვიცი და როგორც მახსოვს, ეს არის უკვე კაცრავად. როგორც მახსოვს, ეს არის უკვე ბოლო გამოწვევა. აქ არის ძალიან საინტერესო მოცემულობა, რადგან ახალი ბლოკი დაგვემატა. მეგობრებო, ეს ახალი ბლოკი არის if.
ანუ რაღაც კონკრეტული პირობის შესრულება. ანუ ნახეთ, თუ მაიმუნი მოვიდა, მაშინ მაიმუნს უნდა მოუმზადოს ბანანის მილკშეიკი. თუ მოვიდა კურდღელი, მაშინ მას უნდა მოუმზადოს სტაფილოს მილკშეიკი, ხო? ამიტომ გვჭირდება ახალი ბრძანება, რომელიც დაიწერება თუ რაღაც კონკრეტული პირობა შესრულდა. აი ესეთ ბრძანებებს უწოდებენ პირობით ბრძანებებს. ანუ თუ მოვიდა მაიმუნი, მაშინ უნდა ავიღოთ ბანანი. შემდეგ გავწეროთ შემდეგი პირობა, ხოლო თუ კურდღელი შემოვიდა, მაშინ უნდა ავიღოთ უკვე ბანანის ნაცვლად ჩავსვათ სტაფილო, ანუ სტაფილო უნდა ავიღოთ ხომ და ამის შემდეგ უნდა დავაბლენდეროთ. მოდით, სანამ გავუშვებთ, ვნახოთ, სწორედ შევასრულეთ თუ არა დავალება, კიდევ ერთხელ გადავხედოთ. თუ მაიმუნი შემოვა, მაშინ ჩვენმა თანხმა უნდა აიღოს ბანანი, თუ მოვა კურდღელი, მაშინ მან უნდა აიღოს აი ეს ასე ვთქვათ სტაფილო და შემდეგ blending service გამოყენებით, აი ამ ბრძანების გამოყენებით, მან ეს ყველაფერი უნდა ათქუფის და გააკეთოს წვენი ან milkshake-ი, ხო? დავაწყებოთ, მოდით. მწვანე ღილაკს და ვნახავთ, რომ ეს პირობები ზედმიწევნით შესრულდება. ანუ ნახეთ, if-ი არის პირობითი ბლოკი. თუ რაღაც კონკრეტული პირობა შესრულდება, მაშინ რა უნდა მოხდეს? აი ამის დაპროგრამება შეგვიძლია if ბრძანების გამოყენებით და აი როგორც ხედავთ, ეს ძალიან მარტივად ჩვენ შევქმნით. ჯერ მოვიფიქრეთ ალგორითმი და შემდეგ ეს ალგორითმი გადავაქციეთ ძალიან მარტივად პროგრამულ კოდად და მივიღეთ გადავჭერით ესეთი ძალიან საინტერესო და სახალისო ლოგიკურ ალგორითმული გამოწვევა. ძალიან კარგი, მეგობრებო, მე-12 ტურიც დავასრულეთ, მე-12 ჩელენჯიც გადავჭერით და მინდა მოგილოცოთ, რომ თქვენ დაიმსახურეთ კიდევ ერთი დამატებითი სერტიფიკატი, ეს არის უკვე Beaver Achiever-ის სერტიფიკატი. აი აქ მარჯვენა კუთხეში გამოგიჩნდება download-ი, დააწყაბებთ და კიდევ ერთი საერთაშორისო სერტიფიკატი საერთაშორისო პლატფორმისგან უკვე თქვენია. ასე რომ გილოცოთ, ძალიან ძალიან მიხარია.